2025 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 2. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი დროის 0 წამ 2 წამის შუალედში ვიკითხებიან. მოცემული გვაქვს. ხო, ახლა ნახატს თუ დავაკვირდებით დროის საწყის მომენტში, ესე იგი, როცა t0 უდრის 0-ს, სხეულის სიჩქარე, როგორც ხედავთ, არის v0 უდრის 2 მეტრწამი. ხოლო 2 წამის გასვლის შემდეგ, როცა t გახდა 2 წამი, სხეულის სიჩქარე, როგორც ნახატზე დავხედავთ, ამ შემთხვევაში არის 1 მეტრწამი, შესაბამისად შევიდა დავწეროთ v უდრის 1 მეტრწამს. და ჩვენ რას გვიკითხებიან, განსაზღვროთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი დროის ამშუალედში, ესე იგი 0 წამიდან 2 წამამდე. გვიკითხებიან s. აი, ეს ისიც რა გვექნება, ესე იგი, s უდრის v კვადრატს მინუს v0 კვადრატი შეფარდებული 200-თან. ეხლა ამ ტოლობაში ჩვენთვის ცნობილი არის ისე როგორც საბოლოო საწყისი სიჩქარე, თუმცა ჩვენ არ ვიცით აჩქარება სხეულის, შესაბამისად ამის განსაზღვრას არ მოგვიწევს. თუ გავითვალისწინებთ აჩქარება ტოლი არის სიჩქარის ცვლილების შეფარდებისა იმ დროსთან, რა დროში ცვლილება მოხდა, ესე იგი დელტა v შეფარდებული დელტა t-თან. დელტა v-ისთვის გვექნება v-ს მინუს v0 შეფარდებული t-ს მინუს t0-თან. v თავისუფლ პირობით არის 1, 1-ს გამოკლებული v0 არის 2 მეტრწამი, 2 შეფარდებული t არის 2 წამი, 2-ს გამოკლებული t0 არის 0, მოგცემს 2-ს. შესაბამისად ეს ტოლი იქნება 1-ს გამოკლებული 2 მინუს 1, მინუს 1 გამოკლებული 2-ზე მოგცემს მინუს 0.5 მეტრწამ კვადრატს და ეს ნაპოვნი აჩქარება შეგვიძლია შევიტანოთ გავლილი მანძილის გამოსაზრდელ ფორმულაში და მივიღებთ v არის 1, 1-ის კვადრატი მოგცემს 1-ს, გამოკლებული v0 არის 2, 2-ის კვადრატი მოგცემს 4-ს, შეფარდებული 2-ჯერ აჩქარება, რომელიც ვიპოვეთ 2 გამრავლებული მინუს 0.5-ზე. ეს კი ტოლი იქნება მინუს 3 შეფარდებული მინუს 1-თან, ეს კი ტოლი არის 3 მეტრის. ანუ საბოლოოდ ჩვენ შევიძლია დავწეროთ, რომ s-ი ტოლი ყოფილა 3 მეტრის. ეს კი არის პასუხი D.